მე-14 ამოცანა. განსაზღვრეთ ცხელი წყლის ნაჯერი ორთქლის წნევა, თუ შემწვევი ტუმბოთი ამ წყლის აწევა შეიძლება 3 მეტრზე. ჩათვალეთ, რომ წყლის სიმკვრივეა 1 გრამ სანტიმეტრ კუბი, ატმოსფერული წნევა კი ნორმალური. ჩავწერო ჯერ მოცემულობა, ესე იგი A-ში არის 3 მეტრი, სიმკვრივე მოცემული არის 1 გრამი შეფარდებული სანტიმეტრ კუბზე. ატმოსფერული წნევა არის ნორმალური ატმოსფერული წნევის ტოლი. რისი ტოლი არის ნაჯერი ორთქლის წნევა. საქმე რაში არის, იცით, ესე იგი, როდესაც ჩვენ მაგალითად ვთქვათ, ტუმბოთი წყალს ვქაჩავთ, წარმოვიდგინეთ, რომ დგუში აქ იყო მოდგმული, ესე იგი წყლის ზედაპირზე და ეს ახლა გვაქვს ეს დგუში ზევით. ახლა რა ხდება, ესე იგი აქ? წყალი გარკვეულწილად აყვება რაღაცა სიმაღლეზე და მერე აღარ მიდის, ესე იგი, ახლა აქ ზუსტად ეგ თქვენს, რომ წყალი ტუმბოთი აიქაჩა მხოლოდ 3 მეტრზე და მეტი არა. ახლა რატო ხდება ეგა? აქ ზევით, აქ წყლის ზედაპირი აგერა გვაქვს, ზევით აქ არის ნაჯერი ორთქლი, რომლის წნევა არის აღნიშნოთ P ნაჯერით. ახლა რო გავსაზღვროთ ეს წნევა, მოვიქცეთ ესეთნაირად, რომ წყლის წნევა ამ წერტილში, A წერტილში იგივეა, რაც წყლის წნევა გარეთ, იმიტომ რომ აქედან აქამდე არის ერთგვაროვანი სითხე და ერთგვაროვან სითხეში ერთ და იგივე დონეზე წნევა ერთნაირი არის. აქ წნევა ატმოსფერული ტოლი არის. ამიტომ შეგვიძლია დავწეროთ, რომ P0 არის რო წყლისა G-ში ეს რამდენადაცავი და პლუს ნაჯერი ორთქლის წნევა P ნაჯერი. აქედან P ნაჯერს ვიპოვით, ეგ არის P0-ს მინუს რო წყლისა G-ში. აქედან გამოვთვლით ამ ნაჯერი ორთქლის წნევას. 2-მე-15 ამოცანა. ჰიდრავლიკური წნეხის მცირე დგუში ერთ ცულაზე 25 სანტიმეტრით იწევს ქვემოთ. დიდი დგუში კი 25 მილიმეტრით ზემოთ. რა წნევის ძალა გადაეცემა დიდ დგუშს, თუ წნევა მცირე დგუშზე არის 10^5 ნიუტონი მეტრ კვადრატზე. მისი ფართობი კი 20 სანტიმეტრ კვადრატია. გავიხსენოთ, ესე იგი, ეს ჰიდრავლიკური წნეხი, ესე იგი, ის შედგება 2 დგუშისაგან, ერთს აქვს, ესე იგი, პატარა ფართობი, მეორეს აქვს დიდი ფართობი. მცირე დგუში, ეს მარცხენა მხარეს არის მცირე დგუში. ხო, ეხლა აქ მოცემულია, რომ ერთ ცულაზე 21 სანტიმეტრით იწევს დაბლა, ესე იგი, A-ში პირველი არის 25 სანტიმეტრი, ეს თქვათ შეგვიძლია 25 სანტიმეტრზე ქვეით ჩამოვიდეს, ეს კი 3 მილიმეტრზე. ეს არის A-2, ეს არის A-1. A-2 კი არის 5 მილიმეტრი, ბოდიში, 5 მილიმეტრი. ხო, რა წნევის ძალა გადაეცემა დიდ დგუშს, თუ წნევა მცირე დგუშზე არის 10^5 ნიუტონ მეტრ კვადრატი. P არის 10^5 ნიუტონი მეტრ კვადრატზე და გვეკითხებიან, რისი ტოლი არის წნევის ძალა დიდ დგუშზე, ესე იგი F დიდ დგუშზე რისი ტოლი არის, თუ მცირე დგუშის ფართობი S არის, ესე იგი, 20 სანტიმეტრ კვადრატი. ხო, მოდით ჩავწეროთ, ვიბრძოლოთ ესეთნაირად. ის მოცულობა სითხისა, რომელიც ამ პატარა დგუშიდან გამოიდევნება, ეგ შედის ამ დიდ დგუში. ამიტომ V პირველი უდრის V მეორეს. ეს მოცულობები ტოლია. ამიტომ P პირველი ეს P პირველი რა იყო, ესე იგი A-ში პირველი
S პირველი, A პირველი, S პირველი უდრის A მეორე, S მეორეს. ასე რომ ჩვენ შეგვიძლია აი ამ პატარა დიდი ჯგუშის ფართობი ვიპოვოთ. S2 იქნება A1, S1 შეფარდებული A2-ზე, ესე იგი ეგა, ხოლო წნევები კი ერთნაირი არის, ამიტომ წნევის ზალა, რომელიც დიდ ჯგუშზე წარმოიშობა, იქნება P გამრავლებული S2-ზე. ანუ P A1 S1-ზე შეფარდებული A2-ზე. 2-ის მე-16 ამოცანა. ჰიდრავლიკური წნეხით 2 ტონა მასის ტვირთის აწევისას შესრულდა 40 ჯოლი მუშაობა. ამ დროს მცირე ჯგუში გადაადგილდა 1 მეტრით. რამდენჯერ მეტია დიდი ჯგუშის ფართობი მცირე ჯგუშის ფართობზე. ჩავწეროთ, რომ მასა არის ესე იგი 2 ტონა, ანუ ეს არის 2000 კილოგრამი. შესრულებული მუშაობა A არის 40 ჯოული. მცირე ჯგუში გადაადგილდა, ესე იგი A პირველი არის 1 მეტრი. და როგორი არის S2-ის S1-თან შეფარდება. ეხლა დავიწყოთ იმით, რომ ესე იგი მუშაობები, რომელიც აქ სრულდება, პატარა ჯგუში და დიდი ჯგუში ერთნაირი არის, ესე იგი ეს მუშაობები. ამიტომ ესე იგი ჩვენ შეგვიძლია ვიპოვოთ ეგეთი რამ, რომ ესე იგი გავიგოთ რა სიმაღლეზე ავიდა დიდი ჯგუში, როდესაც თქვათ 40 ჯოული მუშაობა შესრულდა და 2 ტონა ტვირთი აიწია. ესე იგი შესრულებული მუშაობა დიდ ჯგუში იქნება mg შეფარდებული A2. ხო? აქედან A2 შეიძლება ვიპოვო, ეს არის A შეფარდებული mg-ზე. მეორე მხრივ ის მოცულობა, რომელიც სითხისა გადადის პირველი ჯგუშიდან, უდრის იმ მოცულობას, რომელიც მეორე ჯგუში შედის. ესე იგი A1 S1 უდრის A2 S2-ს. აქედან S2-ის S1-თან შეფარდება, ეგ იქნება A1-ის A2-თან შეფარდება, ანუ S2 S1-ზე უდრის A1 AMG. აი ესეთი იქნება პასუხი. ორის მე-17 ამოცანა. ფოლადის ნაჭერი წყალში 1.7 ნიუტონს იწონის. გამოთვალეთ მისი მოცულობა. ჩავწეროთ მოცემულობა, რომ წონა n არის 1.7 ნიუტონი. ვიცით, რომ ფოლადია, ესე იგი სიმკვრივე ფოლადისა შეგვიძლია ცხრილში ვიპოვოთ. გავიგოთ მისი მოცულობა. აი წარმოვიდგინოთ, რომ ეს არის სითხე, რომელშიაც ეს ფოლადის ნაჭერი იმყოფება და დავხატოთ მასზე რა ძალები მოქმედებენ. მოქმედებს mg ძალა, მოქმედებს ზევით მიმართული ამომგდები ძალა და გარდა ამისა მოქმედებს კიდე n რეაქციის ზალა, რომელიც ზუსტად წონის ტოლი არის. ახლა ეს წონასწორობაშია, ამიტომ შეიძლება დავწეროთ, რომ n-ს პლუს f ამომგდები უდრის mg-ს. აქედან n არის mg-ს მინუს f ამომგდები. გამოსახოთ მასა სხეულისა როგორც სიმკვრივე გამრავლებული მის მოცულობაზე, ეს არის ρ ფოლადისა, v ფოლადისა გამრავლებული ჟ-ზე. მინუს ამომგდები ძალა ρ წყლისა, ჟ v, v იგივე აქვს. აქედან v ფოლადისა ტოლი იქნება n შეფარდებული რ ფოლადის ესე იგი ჟ-ზე მინუს რ წყლისა ჟ-ზე. აი ესეთი იქნება მისი მოცულობა. მე-18 ამოცანა.
ალუმინის ბურთაულა ჰაერში იწონის 0,4 ნიუტონს, ბენზინში 0,3 ნიუტონს. იპოვეთ ბენზინის სიმკვრივე. ესე იგი N1 არის 0,4 ნიუტონი, N2 არის ესე იგი 0,3 ნიუტონი. და გვეკითხებიან ბენზინის სიმკვრივე იპოვეთო. ეს ალუმინის ნაჭერია, რო ალუმინის ეს ცხრილში შეგვიძლია ვიპოვოთ. ჰაერში წონა N1 ეს პირდაპირ mg სტოლი არის. ხოლო თუ ახლა რაღაცა ბენზინში არის ეს ჩაძირული, ხო? მოქმედებს mg, მოქმედებს ამომგდები ძალა ბენზინის მხრიდან და მოქმედებს ესე იგი ეს რეაქციის ძალა N2. ახლა ეს N2 არის mg-ს მინუს f ამომგდები ძალა. mg N1 სტოლია, ამიტომ N2 იქნება N1 მინუს ამომგდები ძალა. შევიტანოთ ამომგდები ძალის ფორმულა. ესე იგი f ამომგდები არის რho ბენზინისა ჟ-ზე და v მოცულობაზე. ხო, ესე იგი N2 იქნება N1 მინუს რho ბენზინისა ჟ-ზე და v-ზე. ახლა რაც შეეხება მოცულობას, ის შეიძლება ვიპოვოთ ესეთნაირად. ეს არის მასა შეფარდებული რho ალუმინზე. მასა არა გვაქვს პირდაპირ მოცემული, მაგრამ mg გვაქვს მოცემული. ესე იგი ეს არის N1 შეფარდებული ჟ-ზე რho ალუმინზე. ესე იგი ეს აქ შეგვიძლია შევიტანოთ და N2 გვექნება N1 მინუს რho ბენზინისა ჟ-ზე ვეს მაგივრად N1 ჟ-ზე რho ალუმინზე. აქ ჟ-ები გაიკვეცება და ბენზინის სიმკვრივეს აქედან ვიპოვით რho ბენზინისა N1 რho ალუმინზე უდრის N1 მინუს N2. აქედან რho ბენზინის არის N1 მინუს N2 შეფარდებული N1 რho ალუმინისა ზევითავა. რho ალუმინისაზე. ესეთი გვექნება პასუხი. 2/19. სხეულის წონა წყალში 3-ჯერ ნაკლებია ვიდრე ჰაერში. განსაზღვრეთ სხეულის სიმკვრივე. ესე იგი N2 არის N1-ის მესამედიო. უნდა გავიგოთ სხეულის სიმკვრივე. თქვათ, თავიდან არის ესე იგი ჰაერში N1 არის mg, ეხლა თუ წყალში არის, მისი წონა იქნება mg-ს მინუს ამომგდები ძალა. რho წყლისა ჟ-ზე. ხო? ხო და ეხლა მოცემული გვაქვს, რომ ესე იგი N1 ნაკლებია, უბრალოდ N2 ნაკლებია N1-ზე 3-ჯერ. ესე იგი N2 არის mg-ს მესამედი არის mg მინუს რho წყლისა ჟ-ზე v-ზე. ესე იგი ეს ეხლა ეს შეგვიძლია აქეთ გადავიტანოთ ეს იქეთ, ესე იგი რho წყლისა ჟ-v არის 2/3 mg. მოდით ორივე მხარე მოცულობაზე გავუყოთ. ჟ-ები გავკვეცოთ ჯერ, მოცულობაზე გავყოთ, გვექნება რho წყლისა უდრის 2/3 m შეფარდებული v-ზე. და m შეფარდებული v-ზე არის ზუსტად იმ ნივთიერების სიმკვრივე, საძიებელი ნივთიერების სიმკვრივე. ეს იგი რho იქნება 3/2 რho წყლისა. მე-20 ამოცანა. ზღვაში მოტივტივე ყინულის წყალზე და ნაწილის მოცულობა 195 მეტრ კუბია. გამოთვალეთ მთელი ყინულის მოცულობა.
ნუ V ზედა ნაწილის მოცულობა არის 195 მეტრ კუბი და გვეკითხებიან V სრული რისი ტოლი არის. ნუ დავხატოთ, ესე იგი ეს არის ფაქტურად აისბერგივით არის, ხო? ესე იგი აი წყალზედა მოცულობა აი ეს ნაწილი არის. ახლა დავხატოთ რა ძალები მოქმედებენ ამ ყინულის ნაჭერზე. მოქმედებს mg და მოქმედებს F ამონგდები ძალა. ესე იგი mg უდრის F ამონგდებ ძალას. mg ეს არის ρ ყინულისა გამრავლებული V სრულზე, ჟ-ზე. ამონგდები ძალა არის ρ წყლისა, ჟ-ზე და ჩაძირული ნაწილის მოცულობაზე. ეს არის თელვეს გამოკლებული წყალზედა ნაწილის მოცულობა. ეს ჟ-ები გაიკვეცება, გვექნება რ ყინულისა V-ზე, მთელ მოცულობაზე არის რ წყლისა V-ზე მინუს რ წყლისა V ზედა ნაწილზე. ეს წყლის სიმკვრივე, ეს აქეთ გადავიტანოთ, ეს აქეთ, ეს იგი რ წყლისა V ზედასი იქნება რ წყლისა მინუს რ ყინულისა V-ზე. აქედან V არის რ წყლისა V ზედა შეფარდებული რ წყლისა მინუს რ ყინულის. აი ესეთი პასუხი გამოგვივა. 21 ამოცანა. სხეული წყალში ტივტივებს ისე, რომ წყალში მოთავსებული ნაწილის მოცულობა მთელი მოცულობის 1/4-ია. განსაზღვრეთ სხეულის სიმკვრივე. სხეულის წყალში, რომ წყალში მოთავსებული, ესე იგი ჩავწეროთ, რომ V ქვედა არის 1/4 V ზედასი. თუ არა, მთელი მოცულობის 1/4 არის. 1/4 V სრულის. ჩვენ უნდა გავსაზღვროთ სხეულის სიმკვრივე. V სხეულის არის კითხვის ნიშანი. ნუ დავხატოთ ისევ, ესე იგი სხეული ტივტივებს, მოქმედებს mg, მოქმედებს F ამონგდები და ესენი აწონასწორებენ ერთმანეთს. F ამონგდები უდრის mg-ს. ეხლა ამონგდები ძალა იქნება ρ წყლისა ჟ ჩაძირული ნაწილის მოცულობა. ეს არის 1/4 V-სი. უდრის ეხლა ნუ mg-ს, m არის რ სხეულის გამრავლებული V-ზე. ნუ ჟ-ზე, ეს ჟ-ები ისევ გაიკვეცება და რ სხეულისა ხო აქ V-ებიც გაიკვეცება, რ სხეულის იქნება 1/4 რ წყლისა. ეს სხეულის სიმკვრივეს ესე დავადგენთ. 22 ამოცანა. მართკუთხა ყუთი, რომლის მასა 71-16 გრამი, ფუძის ფართობი 38-18 სანტიმეტრი, ფუძის ფართობი 38 სანტიმეტრი და სიმაღლე 6 სანტიმეტრი, ალბათ 38 სანტიმეტრი კვადრატი. სიმაღლე 6 სანტიმეტრი ტივტივებს წყალში. განსაზღვრეთ ყუთის წყალზედა ნაწილის სიმაღლე. ესე იგი მასა არის 76 გრამი, ფუძის ფართობი S-ი არის 38, ნუ ალბათ სანტიმეტრი კვადრატი. და სიმაღლე A-ში არის 6 სანტიმეტრი. განსაზღვრეთ წყალზედა ნაწილის სიმაღლე. A-ზედა არის კითხვის ნიშანი. დავხატოთ, ესე იგი ეს ყუთი არის, ტივტივებს წყალში, ესე იგი და ეს მთელი სიმაღლე არის, ესე იგი 6 სანტიმეტრი. ნუ მოქმედებს ქვევით სიმძიმეს ძალა mg, ზევით მოქმედებს ამონგდები ძალა F ამონგდები და ეგენი ერთმანეთის ტოლია, რადგან დაცურავს სხეული. mg უდრის F ამონგდებ ძალას.
ესე იგი მეორე მხრივ ვთქვათ mg, ეს ამ გვდების ზალის ფორმულა შევიტანოთ არის რho წყლისა ჟ-ზე ჩაძირული ნაწილის მოცულობაზე s h minus hx. hx-ით მაქვს აღნიშნული აი ეს რამდენითაც ჩაძირული არის hx. ხო, ესე იგი აქ ჟ-ები გაიკვეცება h minus hx იქნება m შეფარდებული რho წყლისა s-ზე. არა, hx მაქვს აი ეს მაქვს hx-ით აღნიშნული, ბოდიში. hx-ით წყალზედა ნაწილი აღნიშნე ის იმას, რასაც მეკითხებიან. ხო და აქედან hx იქნება h minus m შეფარდებული რho წყლისა s-ზე. აი ეს არის ჩვენი ამოცანის პასუხი. მესამე ამოცანა. კორპის ბურთულა ამოტივტივდა წყლის ზედაპირზე მუდმივი სიჩქარით. რამდენჯერ მეტია ბურთულაზე მოქმედი წყლის წინამდებობის ძალა სიმძიმის ძალაზე. ხო, ეხლა აი დავხატოთ სურათი. ესე იგი ეს არის თქვა კორპის რაღაცა ნაჭერი, ამაზე მოქმედებს ესე იგი mg სიმძიმის ძალა, მოქმედებს f ამონგდების ძალა და რადგან ზევით მოძრაობს, ესე იგი ქვევით არის მოდებული წინამდებობის ძალა. ნუ თანაბრად რადგან მოძრაობს, შემიძლია დავწერო, რომ f ამონგდები უდრის mg-ს პლუს f წინამდებობის ძალა. და გვეკითხებიან რამდენჯერ მეტია წყლის წინამდებობის ძალა სიმძიმის ძალაზე. ესე იგი ახლა აქედან f წინამდებობის ძალა არის f ამონგდებს minus mg. ნუ რო შევაფარდოთ, ესე იგი ეგ ორივე მხარე mg-სთან, მექნება f წინამდებობის ძალა შეფარდებული mg-ზე. ეგ უდრის f ამონგდები mg-ზე minus 1. f ამონგდები ეს არის რho წყლისა ჟ-ზე. mg ეგ არის რho კორპის v-ზე და ჟ-ზე. შევიტანოთ ამაში, ესე იგი ეს f წინამდებობის ძალა mg-სთან იქნება რho წყლისა ჟ-v შეფარდებული რho კორპისა v-ზე და ჟ-ზე. ჟ-ები გაიკვეცება ხო, ნუ minus 1. ეს იქნება რho წყლისა რho კორპზე minus 1. აი ეს არის ჩვენი პასუხი. 24 ამოცანა. 6180 ტონა მასის გემი გადადის ზღვიდან მდინარეში. რის რამდენით უნდა შევამციროთ გემზე მოთავსებული ტვირთის წონა, რომ არ შეიცვალოს მისი წყალქვეშა ნაწილის მოცულობა. ეს იგი მასა გემის არის 6180 ტონა. აქ უნდა გავითვალისწინოთ, რომ მარილიანი წყლის სიმკვრივე, ზღვის სიმკვრივე, რho ზღვის. ესე იგი ის მეტი არის, ვიდრე მტკნარი წყლის სიმკვრივე. და ამაზე არის ეს დაფუძნებული. ესე იგი თქვა, ჯერ თუ ზღვაში იყო, ესე იგი ეს გემი ჩვენი, ხო? ესე იგი mg უდრიდა f ამონგდებ ძალას და ეს ამონგდების ძალა იყო რho ზღვის წყლის ჟ-ზე და ეს v ჩაძირული ნაწილის მოცულობა. ეხლა, როდესაც გადადის მდინარეში, სიმკვრივე წყლისა შემცირდება, ამიტომ ექნება m1ჟ, იქნება რho წყლისა ჟ და v ჩაძირული, გვინდა რომ იგივე დარჩეს, v ჩაძირული. და რამდენით უნდა შევამციროთ მასა. ესე იგი ამ მასას უნდა გამოვაკლო ეგრე, ესე იგი mg-ს minus m1ჟ
ეგ არის რო ზღვისა მინუს რო წყლისა, ზღვის წყლის ჟ-ზე და ვ-ზე. ხო და სადაც ეს ვ არის ჩაძირული ნაწილის მოცულობა, რომელიც შემიძლია აი აქედან დავადგინო ვ ჩაძირული, ეს არის m შეფარდებული, აქ ჟ-ები იკვეცება რო ზღვის წყალზე. მექნება ესე იგი mg-ს მინუს m1ჟ, ეს არის ზუსტად ის რამდენითაც ვამცირებ წონას, ნუ ახლა შეიძლება მასამ კითხონ, რო ზღვისა მინუს რო წყლისა ჟ-ზე m-ი შეფარდებული რო ზღვისაზე. ახლა აქ რას გთხოვენ? ტვირთის წონაო, ხო? ნუ ასე რომ აი ეს არის რამდენითაც უნდა შევამციროთ წონა. აი ეს არის პასუხი. ოცდამეხუთე ამოცანა. 8 სანტიმეტრი დიამეტრის ცილინდრულ ჭურჭელში ასხია წყალი. რამდენით შეიცვლება წყლის დონე, თუ შიგ 180 გრამ მასის ხის ნაჭერს ჩავაგდებთ. აი ნახეთ, ესე იგი ეს არის რაღაცა ცილინდრული ფორმის ჭურჭელი, აქ ასხია წყალი და აქ ხო, ნუ თავიდან ასხია წყალი. 8 სანტიმეტრი დიამეტრის, ესე იგი ეს დიამეტრი არის 8 სანტიმეტრი. ეხლა თუ შიგ ჩავაგდებთ რაღაცა 180 გრამი მასის ხის ნაჭერს, ეს წყლის დონე აიწევს. ხო და გვეკითხებიან რამდენით აიწია წყლის დონემო. დელტა h-ს გვეკითხებიან. საქმე რაში არის? ესე იგი ახლა ამაზე მოქმედებს სიმძიმის ძალა და მოქმედებს ამონგდები ძალა და ეს გაჩერებულია. ეს ამონგდები ძალა უდრის სიმძიმის ძალას. ესე იგი ეს ხის ნაჭერი ტივტივებს ცხადია. ეხლა ამ სხეულზე რომ მოქმედებს ამონგდები ძალა, ეს სხეულიც სითხეზე ქვევით იმოქმედებს ამონგდების ძალის ტოლი ძალით. ამიტომ დამატებითი წნევა წარმოიშვება ფსკერზე. აი ეს დამატებითი წნევა მოდი დელტა p-თი აღვნიშნოთ. ეს დელტა p იქნება f ამონგდები შეფარდებული s-ზე. მაგრამ f ამონგდები mg არის, ამიტომ ეს იქნება mg შეფარდებული s-ზე. და დამატებითი წნევა სითხეში შეიძლება იმითი წარმოიშვას, რომ დონე გაიზარდოს. ამიტომ დელტა p იქნება რო წყლისა ჟ დელტა h-ი. ამიტომ რო წყლისა ჟ დელტა h-ი ტოლი იქნება mg შეფარდებული s-ზე, აქ ჟ-ები გაიკვეცება და დელტა h-ი იქნება m-ი შეფარდებული რო წყლისა s-ზე. ნუ s-ი არის πd კვადრატ მეოთხედი, ეს ფუძის ფართობი არის. 2/26. აეროსტატის მოცულობა 100 კუბური მეტრია. წონა კი 500 ნიუტონი. განსაზღვრეთ აეროსტატის იმ ფენის სიმკვრივე, რომელშიც აეროსტატი წონასწორობაში იქნება. ესე იგი მოცულობა აეროსტატის არის 100 მეტр კუბი, წონა, ესე იგი mg არის 500 ნიუტონი. და იმ ფენის სიმკვრივე უნდა განსაზღვროთ ჰაერისა, სადაც ეს აეროსტატი წონასწორობაში იქნება. აი ეს ჩვენი აეროსტატი მოქმედებს სიმძიმის ძალა და მოქმედებს ამონგდები ძალა. და რადგან წონასწორობაში ის გაჩერებულია, ესე იგი f ამონგდები უდრის mg-ს. ამონგდები ძალა ეს არის რო ჰაერისა ჟ-ზე ვ-ზე უდრის mg-ს. ნუ ჟ-ები გაიკვეცება და იმ ჰაერის სიმკვრივე, სადაც ის წონასწორობაში იქნება m-ი შეფარდებული v-ზე. აი ესეთი ფორმულით ვიპოვით. 2/27.
აეროსტატი, რომლის მასა 500 კილოგრამი, ხოლო მოცულობა 600 კუბური მეტრი, უძრავ მდგომარეობიდან იწყებს თანაბარ აჩქარებულ მოძრაობას ვერტიკალურად ზევით. რა სიმაღლეზე ავა აეროსტატი 10 წამში. 10 წამის განმავლობაში ჩავთვალეთ, რომ ჰაერის სიმკვრივე უცვლელია ხახუნს, გაითვალისწინებთ. ჩავწეროთ, რომ მასა აეროსტატის არის 500 კილოგრამი, მოცულობა აეროსტატის არის 600 მეტრ კუბი და იწყებს ვერტიკალურად ზევით უნდა რა დრო 10 წამში რა მანძილს გაივლის. აი ამ აეროსტატზე მოქმედებს ქვევით სიმძიმის ძალა mg, ზევით მოქმედებს ამონგდები ძალა და აი ამ ძალების გავლენით, ესე იგი ტოლქმედი ძალა ანიჭებს მას აჩქარებას ვერტიკალურად ზევით. ამიტომ დაიწერება F ამონგდები minus mg უდრის m-ას. აქედან აჩქარება იქნება F ამონგდები minus mg შეფარდებული m-ზე. ამონგდები ძალის ფორმულა არის ρ ჰაერისა ჟ-ზე და v-ზე. და ამიტომ აჩქარებას პოულობთ ჩვენ, ესე იგი ეგ არის ρ ჰაერისა ჟ-ზე v-ზე minus mg შეფარდებული m-ზე. ამის შემდეგ s-ი იქნება at კვადრატ ნახევარი. აი აქედან ჯერ აჩქარებას დავადგენთ, აქ შევიტანთ. ხო. 22 ამოცანა. ათასი კუბური მეტრის აეროსტატი წონასწორობაშია. რა რაოდენობის ბალასტი უნდა გადმოვაგდოთ აეროსტატიდან, რომ დაიწყოს მოძრაობა ვერტიკალურად ზევით 0,2 მეწამკვადრატ აჩქარებით. ხახუნს გაითვალისწინებთ. ეს მოცულობა აეროსტატის არის 1000 მეტრ კუბი, აჩქარება არის ესე იგი 0,2 მეტრ წამ კვადრატი. რა რაოდენობის ბალასტი უნდა გადავაგდოთ? ესე იგი, ახლა mx-ი არის კითხვის ნიშანი. აი ეს აეროსტატი თავიდან წონასწორობაში რო იყო, ესე იგი mg უდრიდა f ამონგდებს. ესე იგი f ამონგდები უდრის mg-ს. f ამონგდები არის ρ ჰაერისა ჟ-ვ უდრის ესე იგი mg-ს. აქედან მასა შეგვიძლია დავადგინოთ რისი ტოლი იყო აეროსტატის თავდაპირველად. ეხლა ამ აეროსტატმა ზევით რო დაიწყოს რაღაც აჩქარებით მოძრაობა, ესე იგი ჩვენ უნდა ეს მასა შევამციროთ. ეს მასა იქნება ეხლა m'-ჟ. ამონგდები ძალა იგივე დარჩა. ესე იგი ეხლა შეგვიძლია დავწეროთ, რომ ესე იგი f ამომგდებ ძალას minus m'-ჟ უდრის m'-ას. ესე იგი აქედან f ამომგდები არის m'-ჟ პლუს a. აქედან m' არის f ამომგდები შეფარდებული ჟ პლუს a-ზე. ასე რომ მასა, რომელიც უნდა გადავაგდოთ mx-ი, ეგ არის m-ს, რაც იყო გამოკლებული m'. რა მასა ქონდა თავიდან, ესე იგი თავიდან იყო ესე იგი ρ ჰაერისა v-ზე მინუს ისე ვთქვათ ρ ჰაერისა ჟ-ვ შეფარდებული ჟ პლუს a-ზე. აი ესეთი იქნება ჩვენი პასუხი.